მუშაობას განაგრძობს მეცხრეათი საინფორმაციო სამსახური. ეს არის ახალი ოქსე სოფო ჩარკვეტაძესთან ერთად. გამარჯობათ. რამდენიმე წუთის წინ შინაგან საქმეთა სამინისტროში ყოფილი მინისტრი მივიდა. ვანო მერაბიშვილი სამინისტროში 6 საათზე იყო დაბარებული. ჩვენ მასალას ამ წუთებში ვიღებთ ოდნავ მოგვიანებით გიორგი მანჯავიძე ჩაგვერთვება ბოლო ინფორმაციით. მანამდე კი რატომ დაიბარეს მერაბიშვილი, ივანე მერაბიშვილი თუ ლევან მაისურაძე, რამდენი პასპორტი აქვს რეალურად ყოფილ შინაგან საქმეთა მინისტრს. ახლა ჩვენ პირადობის დამადასტურებელ მოწმობას გაჩვენებთ, რომელზეც თქვენთვის ნაცნობი სახეა აღბეჭდილი უცნობი სახელით და გვარით. მოწმობა, რომელიც ჟურნალისტებმა დღეს ნახეს 2011 წლის 25 აგვისტოსაა დაცემული. მისი მინისტრობის პერიოდში ყველაზე მნიშვნელოვანი კი ისაა, რომ ლევან მაისურაძის სახელით მერაბიშვილი საქართველოს პრეზიდენტს ოფიციალური ვიზიტით მიყვებოდა ერევანში მაშინ, როცა ის ამ დელეგაციაში საკუთარი სახელით იყო რეგისტრირებული. 2012 წლის 30 ნოემბერს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ივანე მერაბიშვილი სახელმწიფო დელეგაციის შემადგენლობაში გამოცხადდა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, ამავე დელეგაციის შემადგენლობაში ქალაქ ერევანში გამგზავრების მიზნით. საპასპორტო კონტროლის გავლის დროს საქართველოს პრეზიდენტის პროტოკოლის სამსახურის თანამშრომელმა აეროპორტის მესაზღვრე კონტროლიორს წარუდგინა ივანე მერაბიშვილის პასპორტი. მესაზღვრე კონტროლიორმა კანონით დადგენილი პროცედურის გავლის დროს აღმოაჩინა, რომ სინამდვილეში პასპორტი გაცემული იყო ვინმე ლევან მაისურაძის სახელზე ივანე მერაბიშვილის ფოტოსურათით. აღნიშნულ ფაქტზე თბილისისა და მცხეთა-თიანეთის საპატრულო პოლიციის მთავარი სამმართველოს საგამოძიებო სამსახურის მიერ დაიწყო გამოძიება ყალბი დოკუმენტის გამოყენებისა და სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთის მცდელობის ფაქტზე. იმის გამო, რომ არ შეფერხებულიყო სახელმწიფო ვიზიტი და დელეგაციას არ შექმნოდა პრობლემა, ივანე მერაბიშვილს მიეცა საშუალება წარმოედგინა სხვა ნამდვილი პასპორტი და მის მიმართ სამართლებრივი პროცედურები მყისიერად არ განხორციელდა. იმავე საღამოს 23 საათზე უკან დაბრუნებულმა მერაბიშვილმა პრეზიდენტის ესკორტთან ერთად დატოვა თბილისის საერთაშორისო აეროპორტი, რის გამოც მის მიმართ კანონით დადგენილი საგამოძიებო მოქმედებები ვერ ჩატარდა. დღეს ივანე მერაბიშვილი გამოძახებული და დაკითხული იქნება აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით. როგორ ხსნის თავად მერაბიშვილი ორ პასპორტიანობას ნაციონალური მოძრაობის გენერალურმა მდივანმა დღეს განცხადება პარტიის ცენტრალურ ოფისში გააკეთა. მერაბიშვილის განმარტებით პასპორტის ასლი, რაც დღეს ჟურნალისტებს წარუდგინეს ხელისუფლების მიერაა ფალსიფიცირებული. უკვე 2 თვეა, რაც ეს ხელისუფლება მოვიდა და აბსურდებმა ახალ სიმაღლეებს მიაღწია. ის სერიოზულად ცდილობს დაარწმუნოს საზოგადოება, რომ მე გუშინ ყალბი პასპორტით ვცდილობდი პრეზიდენტის დელეგაციასთან ერთად ერევანში გაფრენას. ყველამ ვიცით, რომ ეს ხელისუფლება აპირებს ყველა დააშინოს და დააკავოს, მაგრამ ის, რაც დღეს განაცხადეს, ყოველგვარ ზღვარს ცილდება, აცხადებს მერაბიშვილი. ეს ხელისუფლება სერიოზულად ცდილობს დაარწმუნოს საზოგადოება, რომ მე გუშინ საღამოს ყალბი პასპორტით ვაპირებდი ერევანში გაფრენას პრეზიდენტის დელეგაციასთან ერთად. მე მინდა გითხრათ, რომ მე გახდით იქ და ეს განცხადება არის სრული აბსურდი და ტყუილი. ვანო მერაბიშვილი ტრაპიდან ჩამოვიდა, სასაზღვრო კონტროლამდე მთელი მანძილი გაიარა ფეხით და შემდეგ ასევე თავისი მანქანით და არა პრეზიდენტის ესკორტით დატოვა აეროპორტის ტერიტორია. მე შეგახსენებთ, ვანო მერაბიშვილი შინაგან საქმეთა სამინისტროში რამდენიმე წუთის წინ გამოცხადდა. ამის ამსახველ ვიდეო მასალას ჩვენ ამ წუთებში ვიღებთ და ოდნავ მოგვიანებით გიორგი მანჯავიძე ჩაგვერთვება პირდაპირ ეთერში. მანამდე კი რას ეძებდნენ სამართალდამცველები გოგა ხაჩიძის სახლში დღეს რამდენიისას ხაშურში გარემოს დაცვის ყოფილი მინისტრისა და ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის სახლი სამართალდამცველებმა გაჩხიტეს. ხაშურის პოლიციის მთავარ სამმართველოში აცხადებენ, რომ ჩხეტისას მათ ავტომატის ტიპის ცეცხლსასროლი იარაღის ვაზნები აღმოაჩინეს. აღნიშნულ ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე არ აღიძრა. ინფორმაცია ჩხეტის თაობაზე დილით თავად ყოფილმა მინისტრმა გაავრცელა. ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ხაჩიძე წერს, რომ მისი მშობლების სახლში სურამში ჩხეტა ჩაატარეს, აღმოაჩინეს და წაიღეს ძველი ბრონჟილეტი და კისტის თოფი. დეპუტატი იქვე მიუთითებს, რომ დედამისი ძალიან დარდობს არეული სახლის გამო. მაგალ მიიტანა პიროვნებასთან იარაღი და ავტომატურად ისევ სახლში წაიღო. სამი წელი ამ ავტომატური იარაღის მაღაზინი არის თბილისის შესაძლებელია და ბრონეჟილეტი. არა გითხრა, იმიტომ რომ ეს არ არის ის რომ საქმე არ არის. ხო გითხარ, ხო გთხოვეთ. არ ვიცნობთ. აღარ დამანებით. კარები არ გააღოს არავინ. დღეს დილის 7:30-ზე გამთენიისას ჩემს ოჯახში, ჩემი მშობლების სახლში, სურამში, შევიდა დაახლოებით 15-მდე
15 სამართალდამცავი, რომელთაც ჩაატარეს ჭხრეკა ჩემი მშობლების სახლში. მე მინდა მოუწოდო და მიმართო ივანიშვილის რეჟიმს. ჩემს არის გასაგები, რომ მათ აღიზიანებთ ძალიან ჩემი აქტიურობა სოციალურ ქსელებში, პარლამენტში, საზოგადოებაში და ზოგადად აღიზიანებთ ის, რომ ვარსებობ. თუმცა თუ მათ რაიმე სამართლებრივი პრობლემა ან შეკითხვა აქვთ ჩემთან, შეუძლიათ ჩემთან გაარკვიონ ასეთივე სამართლებრივი გზებით და შეეშვან ჩემი ოჯახის წევრების, ჩემი ახლობლებზე ზეწოლას. შევიდა თუ არა რეალურად ქარელის რამდროობაში ფინანსური პოლიცია ინფორმაციას ნაციონალური მოძრაობა ავრცელებს საპარლამენტო უმცირესობის წევრი საკატი მინაშვილის მტკიცებით ფინანსური პოლიციის უფროსის მოადრილებ დირა ახვლედიანმა გამდებელს ილია ბურჯენაძეს ურჩია დაკავებული თანამდებობიდან გადადრეს წინააღმდეგ შემთხვევაში კი დაჭერით დაემუქრა. მისივე თქმით თვითმმართველობებში ფინანსური პოლიციის შესვლა ივანიშვილის მთავრობის მიერ რეგიონებზე კონტროლის დამყარების მცდელობაა. გრძელდება აგრესიული კამპანია საქართველოში თვითმმართველობებზე, დემოკრატიულ ინსტიტუტებზე. დღეს გვაქვს ახალი მაგალითი ამისა, ქარელის გამგებელი ბატონი ილია ბურჯანაძე მას შეუთვალეს და უთხრეს, რომ თუ ის არ გადადგებოდა, მას დააკავებდნენ. ისევ ამ მოქმედებას ახორციელებს საქართველოს ახალი გმირი ბჭყალებში, გიგა ახვლედიანი თავის ფინანსური პოლიციით. ქართული ოცნება თავის სამართალდამცავი ორგანოები ძალიან ცდილობს, რომ დაამკვიდროს გარკვეული წარმოდგენო თითქოს ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები არიან კორუმპირებული ადამიანები, ეს მათ არ გამოვათ, ყველამ ძალიან კარგად იცის, რომ ჩვენ გუნდის წევრებს არასდროს არ ქონიათ რაიმე უკანონო შემოსავლები. თბილისის საპატრულო პოლიციის ყოფილ უფროს ზურაბ მითაძეს 16,000 ლარიანი დირაო სანაცვლოდ დაათავისუფლებენ სასამართლოს ამ გადაწყვეტილებას სპეცოპერაციის დროს დაღუპული ბუტა რობაქიძის ოჯახის წარობის მხრიდან პროტესტი მოჰყვა. გარდაცვლილის ბაბუის ამირან რობაქიძის ზურაბ მითაძე რიგითი ადამიანი არ იყო და ბუტა რობაქიძის მკვლელობის დროს ის საპატრულო პოლიციას ხელმძღვანელობდა. ამ გარემოების დათვალისწინებით ის პატიმრობაში უნდა დარჩეს. როგორც ცნობილია 2004 წელს გიორგობის ღამეს რობაქიძეს დიდუბის პანთეონთან პოლიციის თანამშრომელმა ესროლა. მოგვიანებით მკვლელობის ოფიციალური ვერსია დავრცელდა. ახალგაზრდები შეიარაღებული იყვნენ. რობაქიძე ადრილზე გარდაიცვალა, მისი მეგობრები კი სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაში მიეცნენ ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლა წინააღმდეგო შეძენა შენახვა ტარებისთვის. გამოძიებამ უკვე დაადგინა, რომ მათ იარაღი არ ჰქონდათ. მკვლელობის შემდეგ კი შემთხვევის ადგილზე საპატრულო პოლიციის ქალაქის მთავარი სამმართველოს უფროსმა ზურაბ მითაძემ და პოლიციის სხვა თანამშრომლებმა იარაღი მიიტანეს. მოსამართლემ გაითვალისწინა ჩვენი მოთხოვნა და გააკეთა აკვეთის ღონისძიების საკეთ გირაო 16,000 ლარის ოდენობით. მუხლები აქვს 233, ესე იგი უფლებამოსილების გადამეტება, რომელსაც ახდა იარაღის გამოყენება, ასევე იარაღის უკანონო შეძენა, შენახვა, გადატანა და ამავე დროს ჩვენების მიცემაზე გარკვეული იძულება. ისენ უგააკეთებენ, რომ მაგათი მოსამართლე, მაგის მოსამართლე გავხდე მე რა და მე კრიმინალად მომნათლობ რა. მე ვიზახი პირდაპირ რომ არ ვაპატიებ არავის ჩემი შვილის ყველობაში ვისაც მონაწილეობა აქვს მიღებული, მთელი ცხოვრება ციხეში რო ვიჯდე. სანამ კუბლაშვილი იქ იქნება, მანამ აი ესეთი სასამართლოები ჩატარდება რა. როგორ შეიძლებოდა მიქაძის გარეთ გამოშვება? ამ კოლონების გარეთ გამოშვება როგორ შეიძლებოდა? შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის ყოფილი უფროსი თენგიზ რუნავა სასამართლო სავარაუდოდ ხვალ გაიმართება ადვოკატ მალხაზ ველიჯანაშვილის განცხადებით. რუნავას ბრალდებებს ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანების მუხლიც დაემატა. თენგიზ რუნავას მარტში საკუთარი მძღოლის დაჭრასთან დაკავშირებით ახალ ბრალდებას უყენებენ. თენგიზ გუნავას ბრალდება წარუდგინეს იმ ორი მუხლით, რომელიც წეგან მოგახსენეთ, არის 333 მუხლი და 192 მუხლის მეორე და მესამე ნაწილები და ამას დაუმატა თვითონ კიდევ დაემატა თვითონ 73-ის მესამე ნაწილი და 120 მუხლი, რაც არის ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება. პოლიცია მინდა განმოგიხსენოთ, რომ კარგად მუშაობს, კარგად ჭყალებში იმ კუთხით, რომ კარგად ახერხეს იმ ცრუ მოწმეების მოყვანას და იმ ცრუ ფაქტების დადებას. რიტორიკა, რომელიც ისმის უკიდურესად საზიანოა საქართველოს იმიჯისთვის საზღვარგარეთ, ასე შეაფასა შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში მიმდინარე მოვლენები. მისი თქმით, რიტორიკა ორივე მხრიდან მოდის და მისი მოთორკვა საჭიროა. დღესვე რიჩარდ ნორლანდმა შეერთებულ შტატებში სადარო საქმეთა მინისტრის ვიზიტზეც ისაუბრა, მან ხაზი გაუსვა ჰილარი კლინტონის მიერ გაკეთებულ განცხადებას იმის თაობაზე, რომ ამჟამინდელი მთავრობის ვალდებულება ნებისმიერ დანაშაულზე მოახდინოს რეაგირება, თუმცა ეს გამჭვირვალედ უნდა მოხდეს.
Secretary Clinton საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრის შემდეგ ამერიკის სახელმწიფო მდივანმა ხაზი გაუსვა იმ აუცილებლობას, რომ კანონის უზენაესობა უზრუნველყოფილი უნდა იყოს და თუ წინა მთავრობის წევრმა ან ნებისმიერმა სხვა პირმა დანაშაული ჩაიდიდა, მისი გამოძიება ამჟამინდელი მთავრობის უფლებას და ვალდებულებაცაა. თუმცა გამოძიების გამჭვირვალეობის უზრუნველყოფა მნიშვნელოვანია, რათა ეს ცუდად არ აისახოს საქართველოს იმიჯზე. პოლიტიკურ ძალებს შორის არსებული განსხვავებების მიუხედავად აუცილებელია თანამშრომლობა გააგრძელოს. მინდა აღვნიშნო, რომ ორივე მხარის მიერ გაკეთებული რიტორიკული განცხადებები მსოფლიოს თვალში საქართველოს იმიჯს ზიანს აყენებს და ამის გამო საქართველოს მეგობრები წუხილს გამოხატავენ. ამერიკული გამოცემა Foreign Policy საქართველოს სადარაო საქმეთა მინისტრ მაია ფანჯიტიძის ინტერვიუს აქვეყნებს. ინტერვიუში საქართველოს სადარაო საქმეთა მინისტრი ყოფილი მაღალჩინოსნების დატოვების ფაქტებზე ევროპელი და ამერიკელი ოფიციალური პირების შეფასებებს პასუხობს და განმარტებებს აკეთებს. როგორც ფანჯიტიძე აღნიშნავს, ყოფილი თანამდებობის პირები, რომლებიც გამოძიების სამიზნეს წარმოადგენენ, კრიმინალები და დამნაშავეები არიან და მათ Watergate-ზე უფრო მძიმე დანაშაულები აქვთ ჩადენილი. როგორც სადარაო საქმეთა მინისტრი აღნიშნავს, ახალი მთავრობა არ ცდილობს გავლენა მოახდინოს სამართლებრივ პროცესებზე, თუმცა პირადად ის დარწმუნებულია, რომ დატოვებული მაღალჩინოსნები უდანაშაულონი არ არიან. ფანჯიტიძის განცხადებით, საქართველოს ახალ მთავრობას სურს განაგრძოს დიალოგი რუსეთთან, მაგრამ აღიარებს, რომ რუსეთს არ სურს დიალოგი საქართველოს ხელისუფლების იმ პოზიციის გამო, რომელიც აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან მიმართებაში არსებობს. სადარაო საქმეთა მინისტრი საუბრობს იმის შესახებაც, თუ როგორ გეგმავს საქართველოს ახალი მთავრობა მიაღწიოს ამ მიზნებს და გამოვიდეს ჩიხიდან, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ შეიქმნა. მისი თქმით, საქართველოს უნდა გააუმჯობესოს შიდა პირობები, რათა დაარწმუნოს აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის ხალხი საქართველოს დაუბრუნდნენ. მაია ფანჯიტიძის ინტერვიუ Foreign Policy-მა გუშინ გამოაქვეყნა. მაია ფანჯიტიძემ შეერთებულ შტატებში ვიზიტი დაასრულა. გუშინის სენატორ ჯონ მაკეინი შეხვდა მოგვიანებით გერმანიის მარშალის ფონდში. სიტყვით გამოვიდა შეხვედრაზე სადარაო საქმეთა მინისტრმა, ქვეყანაში მიმდინარე რეფორმებზე ისაუბრა და ასევე ყოფილი მაღალჩინოსნების დაკავებების თემაც განიხილა. ამერიკელ ექსპერტებთან საუბრისას ფანჯიტიძემ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლებისთვის მნიშვნელოვანია პროცესების სამართლიანად და გამჭვირვალედ ჩატარება. სადარაო საქმეთა მინისტრი რაზეთ ვაშინგტონ პოსტის სარედაქციო საბჭოსაც შეხვდა. შეერთებული შტატებიდან ფანჯიტიძე ჯერ მექსიკაში, შემდეგ კი ბრუსელში გაემგზავრება. პირველი შეხვედრა იყო ქალბატონ ჰილარი კლინტონთან მართალი ბრძანდებით, რომლის მოწვევითაც მე ვიმყოფები ვაშინგტონში. ჩვენ ქონდა ძალიან ბევრი შეხვედრა პარლამენტშიც და ყველა შეხვედრაზე ლაპარაკი იყო საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის სტრატეგიულ პარტნიორობაზე, ქარტიაზე, რომელიც არეგულირებს ჩვენს ურთიერთობებს. იყო ლაპარაკი ნატოში ინტეგრაციაზე, ავღანეთში საქართველოს წვლილზე და რასაკვირველია იყო საუბარი ყველაფერზე, რაც ორ ქვეყანას შორის ხდება. აღინიშნა დიდი პროგრესი ამ ურთიერთობებში, აღინიშნა ის, რომ ჩვენ ძალიან მალე შევხვდებით ამერიკელ კოლეგებს ბრიუსელში, ხოლო შემდეგ დუბლინში და გავაგრძელებთ თანამშრომლობას ამ მიმართულებით. და აღინიშნა, რომ ძალიან კარგი იყო, რომ ახალი მთავრობის წარმომადგენელი ასე მალე ჩამოვიდა ვაშინგტონში. მართლაც ერთი თვეა ჯერაც ახალი მთავრობა მუშაობას შეუდგა და ეს საკმაოდ მალეა და ამიტომ ძალიან კარგი იყო ორივე მხარისთვის, რომ ეს ვიზიტი შედგა. საქართველოს კიდევ ერთი გამოცდა ადამიანის უფლებებში ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას ამერიკული გაზეთი Washington Post და საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბრალდებას აბსურდულს უწოდებს. სტატია ერთგვარი პასუხია ივანიშვილის განცხადებაზე, როდესაც მან Washington Post-ის რედაქცია სააკაშვილთან გარიგებაში დაადანაშაულა. სტატიაში ხაზგასმულია, რომ საქართველოს ახალმა მთავრობამ წინა ხელისუფლების მიერ არჩეულ პროდასალურ კურსს უღალატა. ჟურნალისტის ყურადღების მიღმა არცედო ჯაფარიძის ინტერვიუ რჩება, სადაც პარლამენტის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარე აღნიშნავს, რომ კეთრინ აშტონის 3 საათიანი ვიზიტი მიმდინარე პროცესების ზუსტი შეფასებისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა. წარსულში პროამერიკული და დემოკრატიული ქვეყანა ახლა კრიმინალურ სახელმწიფოდ გარდაიქმნა, წერს გაზეთი. პრემიერ-მინისტრი ივანიშვილი კი საქველმოქმედო ორგანიზაციების ქსელი სოროსის ფონდის დამფუძნებელს შეხვდა. ჯორჯ სოროსი საქართველოში გუშინ ჩამოვიდა და მან სურვილი გამოთქვა საქართველოს ახალ პოლიტიკურ ლიდერს შეხვედროდა. შეხვედრა ბიზნეს ცენტრში გაიმართა და მას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილიც ესწრებოდა. ივანიშვილმა და სოროსმა საქართველოში საინვესტიციო კლიმატის გაუმჯობესების თაობაზე ისაუბრეს, ასევე დაიგეგმა მსოფლიოში წამყვანი ბიზნეს წრეების წარმომადგენლებთან შეხვედრა დავოში დაგეგმილ ეკონომიკურ ფორუმზე, რომელსაც პრემიერ-მინისტრიც დაესწრება.
თავდაცვის ყოფილი მინისტრი დიმიტრი შაშტინი Facebook-ის საკუთარ გვერდზე კიდევ ერთ განცხადებას აქვეყნებს რამდენიმე დღის წინ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბრძანა იმის შესახებ, რომ თავდაცვის სამინისტროს ჰქონდა განხორციელებული კალაშნიკოვის სისტემის საბრძოლო შაშხანების საეჭვო შესყიდვა. მე კიდევ ერთხელ შევახსენებ საზოგადოებას, რომ ყოველთვის მზად ვარ უპასუხო ნებისმიერ შეკითხვას თუ ბრალდებას. ამერიკაში ჩემი წამოსვლის ერთ-ერთი მიზეზიც სწორედ ის იყო, რომ საშუალება მქონოდა მეპასუხა საზოგადოებისთვის ღიად ასეთი ტიპის ბრალდებებზე. მიუხედავად იმისა, რომ ეს შესყიდვა ახალაიას მინისტრობის პერიოდში განხორციელდა, პასუხისმგებლობას მეც ვცნობ და ვთვლი, რომ ყველა ბრალდებას და შეკითხვას უნდა ვუპასუხოთ. შეგახსენებთ, ეს განცხადება შაშტინმა Facebook-ის საკუთარ გვერდზე გაავრცელა. საპატიმროებს დღეს ასამდე მსჯავრდებული ტოვებს ასჯელახსრულების მინისტრმა პოლიტპატიმრების საკითხზე ისაუბრა. მისი თქმით, ამნისტიისგან განსხვავებით მათი გათავისუფლება უფრო გრძელვადიანი პროცესია, რადგან სასამართლომ მათ საქმეებს უნდა გადახედოს. მისივე თქმით, ასჯელახსრულების უწყება ყველა საჭირო დოკუმენტს ასეთ პატიმრებთან დაკავშირებით სასამართლოს დროულად მიაწვის, რათა პოლიტპატიმრების გათავისუფლება არ შეფერხდეს. მუშაობას გააგრძელებს ასევე პირობით ვადამდე ადრე გათავისუფლების კომისიაც. ამ წუთებში ქუთაისის საქალაქო სასამართლოში კახა გეწაძისთვის აღკვეთი ღონისძიების შეფარდების საკითხს განიხილავენ. ზესტაფონის რამდებელი ამ დრომდე დუმილის უფლებას იყენებს და ბრალს არ აღიარებს. კახა გეწაძე 29 ნოემბერს დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით გეწაძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 3 მუხლით ედება. გამოძიება მას ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით ჩადენილი ხულიდნობის, ჯანმრთელობის განზრახ, ნაკლებად მძიმე დაზიანებისა და სხვისი ნივთის დაზიანების გამო ედავება. პროცესს ქუთაისში მერიან გორგოძე ის ახლა პირდაპირ ეთერში შემოგვიერთდება მირიამ. დიახ, ზესტაფონის ყოფილი დეპუტატისა და გამგებლის კახა გეწაძის სასამართლო პროცესი ქუთაისის საქალაქო სასამართლოში დაახლოებით 5 საათისთვის დაიწყო. მე შეგახსენებთ, რომ პროკურატურამ კახა გეწაძე 2012 წლის 29 ნოემბერს დააკავა და მას ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118, 229 და 197 მუხლის მიხედვით წარუდგინეს, რაც ითვალისწინებს ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით სხეულის განზრახ ფიზიკურ დაზიანებას. საქმე ეხება 2011 წლის 22 მაისს მომხდარ ფაქტს. გამოძიების ცნობით ამ დღეს საფეხბურთო კლუბ ზესტაფონის გამარჯვების აღსანიშნავად დაბა შორაპანში გაიმართა ბანკეტი, რა დროსაც ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა კახა გეწაძემ ფიზიკური შეურაცხყოფა, ფიზიკური დაზიანებები მიაყენა რამდენიმე ადამიანს. თუმცა დღეს ასევე ირკვევა, რომ კახა გეწაძეს ბრალი დაუმძიმდა კიდევ ერთი მუხლით, რაც უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების წაქეზებას ითვალისწინებს. ჩვენ ახლა პირდაპირ ეთერში შეგვიძლია მოусმინოთ კახა გეწაძის ადვოკატებს. 4 მუხლით არის ბრალი წარდგენილი. ეს არის 118, 197, 229 და 25, 332 მუხლებით. ამ შემთხვევაში დანაშაულს არ აღიარებთ კახა გეწაძე დანაშაულს და ჩვენ ყველაფერს გავაკეთეთ მაქსიმალურად იმისთვის, რომ შეძლოთ დავამტკიცოთ, რომ ის არის უდანაშაული. მათგანს არ აღიარებთ, დაცვის მხარე შეეცდება პირადი თავდებობა ან გირაო გამოიყენოთ აღკვეთის ღონისძიების სახით. დიახ, მე შეგახსენებთ, რომ კახა გეწაძის სასამართლო პროცესი ქუთაისის საქალაქო სასამართლოში აი ამ წუთებში მიმდინარეობს. სასამართლო პროცესზე დასასწრებად აქ მოვიდნენ ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები გივი თარგამაძე, გიორგი კარბელაშვილი. სასამართლო პროცესზე ასევე იმყოფება იმერეთის ამჟამინდელი გუბერნატორი ვახტანგ ბალავაძე, თუმცა არც ერთ მათგანს ჯერჯერობით მედიასთან რაიმე ტიპის შეფასება არ გაუკეთებიათ. ჩვენთვის ალბათ სულ ცოტა ხანში გახდება ცნობილი თუ რა შედეგი დასრულდება სასამართლო პროცესი. მე კი შეგახსენებთ, რომ ზესტაფონის ყოფილი მაჟორიტარი დეპუტატი კახა გეწაძე მუნიციპალიტეტის გამგებლად ამა წლის 2 ნოემბერს აირჩიეს და მის არჩევას ადგილობრივი მოსახლეობა პროტესტით შეხვდა. დიდი მადლობა მირიან გორგოძე გვერდებოდა ქუთაისიდან პირდაპირ ეთერში და ახლა კიდევ ერთხელ უბრუნდებით გიორგი მანჯავიძეს შინაგან საქმეთა სამინისტროში იმყოფება. მე კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ვანო მერაბიშვილს ამ წუთებში იმ უწყებაში უწევს შეკითხვებზე პასუხის დაცემა, რომელსაც სულ ცოტა ხნის წინ თავად ხელმძღვანელობდა გიორგი. კიდევ ერთხელ მოგესალმებით. მოგესალმები სოფო. ვანო მერაბიშვილი დაკითხვაზე სულ რამდენიმე წუთის წინ გამოცხადდა, სწორედ ამის გამო ვერ მოვახერხეთ ჩვენ ჩართვა, რადგან ვეცადეთ მისგან კომენტარი მოგვეპოვებინა.
ის გულვასვანომერში თბილისის მცხეთა-მთიანეთის საპატრულო პოლიციის მთავარი სამმართველოს საგამოძიებო განყოფილებაში მარტო მოვიდა ადვოკატის გარეშე. მან ჟურნალისტებთან გააკეთა კომენტარი, განცხადება და გააფრთხილა დღევანდელი ხელისუფლება და ბიზინა ივანიშვილს მოუწოდა, რომ არც ერთი მათი ქმედება ვერანაირ გავლენას ვერ მოახდენს უკვე ყოფილ ხელისუფლებაზე და ისინი მაინც გააგრძელებენ ბრძოლას იმ მიზნებისათვის, რისთვისაც იბრძოდნენ. დაახლოებით ესეთი განცხადება გააკეთა. ამას გარდა ივანიშვილი აცხადებს, რომ ის დოკუმენტაცია და ის ბრალდებები, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა, აბსოლუტური სიცრუეა და არ შეესაბამება მას სიმართლეს. ჩვენ შეგვიძლია მოვისმინოთ ახლა ეს კომენტარი. ჩვენ მუქარით, შანტაჟით, დაკითხვებით, დაჭერით. ვერ შეგვაშინებს და ხელს არ აგოღებინებს იმისაც, რომ ჩვენ ვიბრძოლოთ საქართველოს. მე და ჩემი გუნდი და ჩემი მეგობრები გავაგრძელებთ ბრძოლას საქართველოსთვის. ჩვენ არ შევტკებით. მე სადავარ მივიდეთ ნებისმიერ ადგილას, გავცე ნებისმიერ შეკითხვას პასუხი და ამავე დროს გავაგრძელებ ბრძოლა ჩვენი საქართველოსთვის. სოფო, როგორც იცით, გამოძიება მიმდინარეობს ყალბი დოკუმენტების გამოყენებისა და სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ფაქტზე. ვანო მერაბიშვილი ამ წუთებში დაკითხვაზე იმყოფება. ჩვენ რჩებით ადგილზე და ველოდებით ნახოთ გამოსვლის შემდეგ თუ გააკეთებს რაიმე კომენტარს ან რა მოხდება, როგორ განვითარდება მოვლენები. დიდი მადლობა გიორგი მანჯავიძე საუბრობდა პირდაპირ ეთერში განმარტოთ რამოშებას. მცხეთაში საპატრიარქოს მიერ წმინდა ადრილად შერაცხულ სიდონია სამოსახლოზე დაწყებულ მშენებლობას ისტორიკოსები, არქიტექტორები და უფლებადამცველები აპროტესტებენ. ადრილი, რომელიც რამდენიმე წლის წინ მცხეთის მუნიციპალიტეტის მიერ აუქციონზე გაიტანეს და გაყიდეს დღეს კერძო საკუთრებაშია. ადრილობრივი მცხოვრებლები ამბობენ, რომ ტერიტორია მათ მართლზომიერ მფლობელობაში იყო, თუმცა ხელისუფლების უმაღლესი ორგანოების წარმომადგენლებმა რუსეთში მოღვაწე ბიზნესმენს მათ დაუკითხავთ მიყიდეს დასხვისებულ ტერიტორიაზე არსებობს საპატრიარქოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რომელიც მთავართა ნათლობის ადრილას რაიმეს დაგეგმვას და აშენებას ვრცელავს. აქ არის სისხლის სამართლის დანაშაული ჩადენილი, ვინაიდან რეალურად საკუთრების უფლება დაირღვა, ადამიანს წაართვეს ტერიტორია, ამასთან ერთად აქ შენობის რეკონსტრუქციას დაარქვეს ახალი შენობის აღმართვა, ანუ მთელი რიგი დარღვევები, ამაზე ჩვენ პროკურატურაში ჰქონდა შეტანილი მასალები მცხეთის გავგეობაში, მაგრამ ამ შენებლობის უკან იდგა ცეზარ ჩოჩელი. მცხეთის აი ამ კონკრეტულ ადგილზე, სადაც მდებარეობდა ძველად უძველესი მოქთა ხიდის სახელით ცნობილი ხიდი, ასევე პომპეუსის ხიდის სახელით არის ცნობილი. აი ამ ხიდსა და დღევანდელ ახალ ხიდს შორის მდებარე აი ეს ტერიტორია, ანუ შეწეული კალთა, უბე და ეს მკვეთრად არის აქ გამოჩენილი გეოგრაფიულად, არის პირველი სანათლავი ადგილი ქართლში და სრულიად საქართველოში. მორიგი არქეოლოგიური აღმოჩენა თავისუფლების მოედანზე პუშკინის ქუჩაზე ბავშვთა გალერეის მიმდებარე ტერიტორიაზე უძველესი სამარხები აღმოაჩინეს. იქ, სადაც ადრე ქალაქის გალავანი იყო, ამელახრის საგვარეულო სამარხებს მიერთნეს, მიეკვლეს მუხრანელთა კარის ეკლესიის ნაკვალევსაც. არქეოლოგიური მასალა მე-17-18 საუკუნისაა, შეგახსენებთ რამდენიმე თვის წინ პუშკინის ქუჩაზე მე-18 საუკუნეებში აშენებული ძველი გალავანი ტურისტული გზის მშენებლობის დროს აღმოაჩინეს. აქ იყო სასახლეები, რამოდენიმე სასახლე, მუხრან ბატონის, უფლისულის, აქ იყო გივი ამილახვარის სასახლე და ახლა აღმოჩნდა სამარხები, რამოდენიმე სამარხია. თარიღები ჯერ ძველი თბილისისა აქ არ ჩანს, მაგრამ ყოველ ფეხის ნაბიჯზე ამ ექსკავატორების ციცხვების მუშაობის დროს მოსალოდნელია ძველი თბილისის ნაშთების გამოვლენა. რობერტ სტურვა რუსთაველის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელია. სტურვას თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელად დანიშნეს განკარგულებაზე მინისტრმა 2 დღის წინ მოაწერა ხელი რეჟისორს თანამდებობაზე. ოფიციალურად ეცეტერას მიერ გამართულ პრემიერაზე წარადგენენ. ჯერჯერობით უცნობია დარჩება თუ არა თანამდებობაზე. თეატრის მმართველი ზალჩიქობავა გადაწყვეტილებას ამის შესახებ კულტურის მინისტრი უახლოეს დღეებში მიიღებს.
საშელახსრულობის თალთა მეხუთე დაწესებულებაში ბიბლიოთეკა დაიხსნა. ბიბლიოთეკის დახსნა საშელახსრულობის მინისტრი და ნორვეგიის წარმომადგენელი ესწრებოდა. პროექტი ნორვეგიის მთავრობის მხარდაჭერით განხორციელდა და პატიმართა რესოციალიზაციას ითვალისწინებს. ბიბლიოთეკაში 7000 დასახელების წიგნია. პატიმართა შვილებისთვის დაკეთებულია საბავშვო ლიტერატურის კუთხეც. მინისტრის განცხადებით დაწყებულია მუშაობა პროექტზე, რომელიც ციხის ტერიტორიაზე სამკერვალო საამქროს დახსნას და პატიმრების დასაქმებას ითვალისწინებს. ამ ბიბლიოთეკის გარდა ასევე არის ცალკე პატარა ბიბლიოთეკა ზემოთ, სადაც ასევე არის უკვე ძველი წიგნებია და იგივე ბატონ მარეზო ჩხეიძემ რამდენიმე დღის წინ შემოგვწირა საკმაოდ დიდი ბიბლიოთეკა, მთელი თავისი წიგნები პრაქტიკულად გვაჩუქა და აქ არის შემოტანილი და ალბათ კარგი იქნება თვითონ ეს აქციები თუ გაგრძელდება. აქვე ვიტყვი ბარემ რომ გვაქვს ძალიან სერიოზული პროექტები ყველა დაწესებულებაში, მაგრამ აქ უკვე დაწყებული გვაქვს ერთ-ერთი ეს არის რამდენიმე თვეში აქ იქნება სამკერვალო ფაბრიკა, სადაც საკმაოდ ბევრი 300-მდე ადამიანს ექნება დასაქმების შესაძლებლობა და მიიღებენ ხელფასს, რომელსაც არა მხოლოდ საკუთარ საჭიროებებს დაიმაყოფილებენ, არამედ შეიძლება ზოგიერთი მათგანი ოჯახებსაც დაეხმაროს. აღნიშნული პროექტი 2009 წელს ნოლაგის ინიციატივით დაიწყო. მათ მომართეს თხოვნით რაიმე სახის პროექტი წამომეწყოთ ციხის სისტემაში. პროექტის დაფინანსების მოთხოვნით ნორვეგიის საგარეო სამინისტროს მიმართა, რომელმაც დააფინანსა იგი. უკვე 3 წელია ვახორციელებთ ამ პროექტს. ციხის ბიბლიოთეკას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს პატიმართა რესოციალიზაცია, რეინტეგრაციისა და სამომავლოდ კრიმინალის შემცირებისათვის. ქალი მსჯავრდებულებისაგან ბიბლიოთეკით დაინტერესება არის საკმაოდ მაღალი. მათ შეუძლიათ მოვიდნენ, დაასხდნენ აქვე, წაიკითხონ მათთვის საინტერესო ლიტერატურა, ასევე შეუძლიათ გაიტანონ და საკანში წაიკითხონ. სპენისა და მეტყველების დარღვევის მქონე ბავშვთა დახმარების ასოციაცია და ორგანიზაცია კონსტიტუციის 42 მუხლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებთან ერთად შეწყვეტილი შესაძლებლობების მქონე პირთათვის თანაბარი პირობების შექმნას ითხოვს. არც ის ფარგლებში შეზღუდული შესაძლებლობების პირთა მიერ შექმნილი თიხის ნაკეთობების, აქსესუარების და სხვა ნივთების გამოფენა გაიმართა. ჩვენ დღეს შევიკრიბეთ იმისთვის, რომ ხარი დაუჭიროთ ზოგადად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს, ვინაიდან ჩვენი ორგანიზაცია ძირითადად მუშაობს გონებრივი განვითარების შეფერხების მქონე ადამიანებზე. როგორც მინიმუმ სახლიდან გამოსვლის და გადაადგილების პრობლემა აქვს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს. ძალიან რთული არის ქალაქში, ყოველ შემთხვევაში თბილისში ამ შემთხვევაში გადაადგილება და ეს არის ძალიან სერიოზული ბარიერი იმისათვის, რომ ამ ადამიანებმა მოახდინოს საზოგადოებაში ინტეგრაცია. ფინანსთა მინისტრმა ნორჩი ეკონომისტის როლის მოსწავლეებისთვის ლექცია გამართა. ლექციას თბილისისა და სხვადასხვა რეგიონებიდან ჩამოსული მე-12 კლასის 60-მდე მოსწავლე დაესწრო. შეხვედრა ინტერაქტიულ რეჟიმში გაიმართა. ფინანსთა მინისტრის პრეზენტაციის შემდეგ მოსწავლეებს კითხვების დასმისა და ღია დისკუსიაში მონაწილეობის საშუალება ჰქონდათ. ლექციების მიზანი მოსწავლეების ეკონომიკური ცოდნის დაღრმავებაა. ესენი არიან ზოგადად საგანმანათლებლო სკოლის დამამთავრებელი კლასის მოსწავლეები, რომლებიც სწავლობენ ეკონომიკას, აინტერესებთ ეკონომიკა და ჩემთვის დიდი პატივია ის, რომ შევხვდემათ ვესაუბრო ეკონომიკაზე, იმ პროცესებზე, რომელიც ქვეყანაშია. მე ვფიქრობ, რომ მათთვის ეს იქნება ძალიან დიდი სტიმული იმისა, რომ როდესაც ისინი მიიღებენ გადაწყვეტილებას პროფესიის არჩევის შესახებ, მათმა დიდმა ნაწილმა არჩევანი სწორედ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სასარგებლოდ გააკეთოს. ჩვენ ბრუნდებით პირდაპირ ეთერში და ახლა კიდევ ერთხელ მოკლედ დღის ყველაზე მნიშვნელოვანი თემები. ნახევარ საათზე მეტია შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი დაკითხვაზე მივიდა. სამინისტრო მერაბიშვილის მიერ ყალბი დოკუმენტის გამოყენებისა და სახელმწიფო საზღვრს უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. საუბარია გუშინ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მომხდარ გაუგებრობაზე. მერაბიშვილი სახელმწიფო დელეგაციასთან ერთად ერევანში მიემგზავრებოდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით საპასპორტო კონტროლის გავლის დროს პრეზიდენტის პროტოკოლის სამსახურის თანამშრომლებმა აეროპორტის მესაზღვრე კონტროლიორს მერაბიშვილის პასპორტი წარუდგინეს. თბილისის საპატრულო პოლიციის ყოფილ უფროს ზურაბ მიქაძეს 16,000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლებენ. სასამართლომ ამ გადაწყვეტილებას სპეცოპერაციის დროს დაღუპული ბუტა რობაქიძის ოჯახის წევრების მხრიდან პროტესტი მოყვა. გადასროლის ბაბუის ამირან რობაქიძის მიერ ზურაბ მიქაძე რიგითი ადამიანი არ იყო და ბუტა რობაქიძის მკვლელობის დროს ის საპატრულო პოლიციას ხელმძღვანელობდა. ამ გარემოების გათვალისწინებით ის პატიმრობაში უნდა დარჩენილიყო. როგორც ცნობილია, 2004 წელს გიორგობის ღამეს რობაქიძეს დიდუბის პანთეონთან პოლიციის თანამშრომელმა ესროლა. მოგვიანებით მკვლელობის ოფიციალური ვერსია გავრცელდა.
ახალგაზრდები შეიარაღებული იყვნენ. რობაქიძე ადგილზე გარდაიცვალა, მისი მეგობრები კი სისხლის სამართლის პასუხისმგებაში მიეძნენ. გამოძიებამ უკვე დაადგინა, რომ მათ იარაღი არ ჰქონდათ. მკვლელობის შემდეგ კი შემთხვევის ადგილზე საპატრულო პოლიციის ქალაქის მთავარი სამმართველოს უფროსმა ზურაბ მიქაძემ და პოლიციის სხვა თანამშრომლებმა იარაღი მიიტანეს. ამ წუთებში ქუთაისის საქალაქო სასამართლოში კახა გეწაძესთვის აღმკვეთი ღონისძიების შეფარდების საკითხს განიხილავენ. ზესტაფონის გამგებელი ამ დრომდე დუმილის უფლებას იყენებს და ბრალს არ აღიარებს. კახა გეწაძე 29 ნოემბერს დააკავეს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით. გეწაძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 3 მუხლით ედება. გამოძიება მას ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით ჩადენილი ხულიგნობის, ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებისა და სხვისი ნივთის დაზიანების გამო ედავება. რიტორიკა, რომელიც ისმის უკიდურესად საზიანოა საქართველოს იმიჯისთვის საზღვარგარეთ, ასე შეაფასა შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში მიმდინარე მოვლენები. მისი თქმით, რიტორიკა ორივე მხრიდან მოდის და მისი მოთოკვაა საჭირო. დღესვე რიჩარდ ნორლანდმა შეერთებულ შტატებში საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტზეც ისაუბრა. მან ხაზი გაუსვა ჰილარი კლინტონის მიერ გაკეთებულ განცხადებას იმის თაობაზე, რომ ამჟამინდელი მთავრობის ვარდებული ნებისმიერ დანაშაულზე მოახდინოს რეაგირება, თუმცა ეს გამჭვირვალედ უნდა მოხდეს. განვარძობთ რამუშებას ავტოსარგზაო შემთხვევა მოხდა ზუგდიდი წალენჯიხის ცენტრალურ გზაზე გადაჭარბებული სისწრაფით მოძრავი გოლფის მარკის ავტომობილი ბეტონის ბოთ შეეჯახა. ერთი მგზავრი 21 წლის ლერი შანავა საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. ავტომობილის ორი მგზავრი და მძღოლი კი ზუგდიდის წმინდა ლუკას სახელობის სამედიცინო ცენტრშია მოთავსებული. დაშავებულების მდგომარეობა საშუალო სიმძიმისა, მათ სხეულის სხვადასხვა ადგილზე მოტეხილობები აღენიშნებათ. მომხდარ ზუგდიდის რაიონული პოლიცია იძიებს. სიჩქარის არის რა ფორმები, მაგრამ ზუსტად ვერ გეტყვით. ეხლა ექსპერტიზა უნდა დაინიშნოს ყველაფერზე და ექსპერტების შემდეგ შეგვიძლია დამაზუსტებელი პასუხი რო გაგცეთ. მორიგების დროს მოყვანილი იქნა 3 ავტომობილი ავტოსაგზაო შემთხვევიდან, რომელიც მოხდა წალენჯიხის ზუგდიდის კეთილზე. 2 ავტომობილის მდგომარეობა არის საშუალო სიმძიმის, ერთი ავტომობილის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ამჟამად უტარდებათ გამოკვლევები. ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარისა და ქალაქის მერის გადადრომის მოთხოვნით ბათუმელებმა ქალაქის საკრებულოს შენობაში შიმშილობა დაიწყეს. ისინი ამბობენ, რომ ქვეყანაში ქართულმა ოცნებამ გაიმარჯვა და შესაბამისად ქალაქის სათავეშიც ამ პარტიის წარმომადგენლები უნდა იყვნენ. საკრებულოს თავმჯდომარე გადადრომას არ აპირებს. ქალაქის მერი ჯემალ ანანიძე კი ამბობს, რომ მოქალაქეებს საკრებულოს დარბაზში შიმშილობის დაწყების უფლება არ აქვთ. სამი ბათუმელი ამ დრომდე რჩება საკრებულოს შენობაში სხდომათა დარბაზის კართან და შიმშილობას არძელებს. დაცვის თანამშრომლები კომენტარს არ აკეთებენ, თუმცა პირად საუბარში ამბობენ, რომ ძალის გამოყენებას და მოქალაქეების შენობიდან ძალით გაყვანას არ აპირებენ. საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი კირთაძე მიიჩნევს, რომ შენობაში შემოჭრის იდეა კოალიცია ქართული ოცნების აქტივისტებს ეკუთვნით, თუმცა თავად მოშიმშილეები ამბობენ, რომ ისინი უბრალოდ მოქალაქეები არიან. განსხვავებული პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელი რატო არ უნდა იყოს ბათუმის საკრებულოსში უმრავლესობით და საკრებულოს თავმჯდომარე, იქ თქვენ ამიხსნათ როგორც ჟურნალისტმა. არა მაქვს მე უფლება ვიყო ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე. თუ ხვალ პრეზიდენტის არჩევნები რომ მოიგოს სხვა პოლიტიკურმა პარტიამ, საქართველოს პარლამენტი დაიშლება და სახში წავა? მე რო ეხა ავდგე, ჩავიდე და პრემიერ-მინისტრის გადადგომის მოთხოვნით შიმშილობა დავიწყო, პრემიერ-მინისტრი უნდა გადადგეს? რა ქვეყანას ვაშენებ ჩვენ საერთოდ? ესაა საქართველოს მთავრობა, რომელიც დემოკრატიას ვყირდებოდა, ძალიან სამწუხაროა. მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ყველა ესე არ ფიქრობს საქართველოს ოცნებაში. შეუძლია შენობის წინ გამართოს კარავი და თქვას, რომ აი შიმშილოს და შენობაში შემოვიდეს ოთახში დაჯდეს და შიმშილოს, ეს არის უკანონო ქმედება. სრულიად საქართველოს მისცა ხმა იმას, რომ მოხდეს რაღაცა ცვლილებები. ამ ქალაქში არ ხდება ცვლილებები. თუშეთის რამგეობაში მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი ტრიპოსტი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრა გაცნობიტი ხასიათის იყო. არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებმა საერთო პრობლემები და საკითხები მაჟორიტარ დეპუტატთან ერთად განიხილეს და ტრიპოსტის არასამთავრობო სექტორთან შეხვედრის ინიციატივისთვის მადლობა გადაუხადეს. რასაც ვერ აყვარებს სახელმწიფო და რასაც ვერ აყვარებს საზოგადოება, აი იმ შავ ხვრელებს ავსებს არასამთავრობო სექტორი. მათ იციან ბევრი ჭირო არამე ამ კუთხის და ამ ქვეყნის და ერთად უნდა ვითანამშრომლოთ და უნდა დავეხმარო.
დევნილები ქუთაისში რეაბილიტირებულ ბინებში შესახდნენ. აფხაზეთიდან დევნილი 64 ოჯახი დღეიდან რეაბილიტირებულ ფარჩი იცხოვრებს. იძულებით რა დაადრილებულ პირებს ბინის დასაღებით დღეს მინისტრმა დავით არახველიძემ გადასცა. ქუთაისში ყოფილი მუსიკალური სკოლა ინტერნატის შენობა, სადაც იძულებით რა დაადრილებლების შესახდნენ გერმანიის განვითარების ბანკის ხელშეწყობით გარემონტდა. მე მინდა მიულოცო 65 ოჯახს 200 მეტმა ადამიანმა დღეიდან უკვე მოიგვარა მუდმივად თავისი საბინაო პრობლემა. მე მინდა ვისარგებლო თქვენი ეთერის საშუალებით და უღრმეს მადლობა გადაუხადო გერმანიის განვითარების ფონდს, რომლის დაფინანსებითაც გახდა შესაძლებელი ამ ღონისძიების განხორციელება. $1 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა ამ რეაბილიტაციისათვის და 65 ოჯახმა მიიღო ბინა სამუდამო სარგებლობაში. აგარ სუპერობებში ვიყავით, არაფერი არ ჰქონდათ, არ წყალი ჰქონდათ, უცდიდით საღამოს, როდის მოვაშუქე, როდის მოვაწყარი ამას და ეხლა დიდი მადლობა ვარ თქვენზე. თელავში დღეს შიცის საერთაშორისო დღეს შეხვედრა სემინარით აღნიშნეს შეხვედრა, რომელიც თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში საზოგადოებრივი გაერთიანება ბემონის ინიციატივით გაიმართა. აივ-ინფექციის სტადიები ადამიანის ორგანიზმში ვირუსის აღმოჩენის შემდრომი გართულებები და დაავადებისგან თავის დაცვის საშუალებები განიხილეს. გარდა ამისა, შეხვედრაზე საუბარი შეეხო დაინფიცირებულების მიმართ საზოგადოებაში არასწორად მიწოდებულ ინფორმაციას და წარმოქმნილ სტიგმას. პრობლემა აქტიურია მსოფლიოს მასშტაბით, დაახლოებით 34 მილიონი ადამიანია მსოფლიოში დღეს, რომელიც ეს მიახლოებითი რიცხვია, რომელიც ამ დაავადებით ცხოვრობს. საქართველოში 3000 გადააჭარბა, 3608 ადამიანია თუ არა ვცდები ინფიცირებული, მაგრამ ეს ინფექცია მიუხედავად იმისა, რომ ქრონიკულია, მართვადია და ჩვენ გვინდა ამ ინფექციის შესახებ რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია მივაწოდოთ საზოგადოებას. მივაწოდეთ ის ძირითადი ინფორმაცია, რაც აუცილებელია იცოდეს ყველა ადამიანმა ამ თემასთან დაკავშირებით და გაუწიეთ ის დირექტივები, ის რჩევები მივაწოდეთ, რაც აუცილებელია შემდეგი აივის პრევენციისათვის, მკურნალობისათვის, ტესტირებისათვის და ასე შემდეგ. ეს იყო ჩემს ხელთ არსებული ბოლო ინფორმაცია. დღის მთავარი თემები ეთერში 9 საათზე დაბრუნდებით. მე სწორედ ამ დრომდე გამშვიდობებით.